გენი ქართულის ინიციატივას 3 მარტი მიგველოცა დედებისთვის მხარში დაუდგა პიანისტი ნათია ქავთარაძე, ლევანდელ საღამოს მოწვეულები არიან ის ოჯახები და ის დედები, რომელსაც გენი ქართულის ორგანიზაცია აერთიანებს და არა მხოლოდ მრავალშვილიანები, ზოგადად დედები. თვითონ მონაწილეები თავად არიან ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, ან დედები, ან შვილები და ძალიან დასაფასებელია დღევანდელი საღამო იმ კუთხით, რომ სწორედ გენი ქართულის ერთ-ერთი მიზანი, რომელიც მრავალშვილიანობის პოპულარიზაცია არის და საზოგადოებრივი აზრის პოზიტიური ფორმირება, დღევანდელი საღამო არის იმის დასტური, რამხელა ძალა, რამხელა შესაძლებლობა, ხარდაჭერა და სიყვარული არის ესეთი ოჯახებიდან და ფაქტიურად მრავალშვილიანების გვერდით დადგნენ. ეს ღონისძიება დაიგეგმა სულ რამოდენიმე კვირის წინ. დაიგეგმა ორგანიზაცია გენი ქართულთან ერთად და მე როგორც მუსიკოსმა ამ კონცერტში როგორც მონაწილეებს თავი მოუყარე ჩემს ირგვლივ მყოფ ისეთ მუსიკოსებს, რომლებიც წარმოადგენენ მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს, ასევე დედები, მამები და შვილები. კონცერტი ძალიან მრავალფეროვნულია, კონცერტში მონაწილეობას იღებს კონსერვატორიის კურსდამთავრებულები, ასევე კონსერვატორიის სამუსიკო სემინარის მოსწავლეები და ნიჭერთა ატლეტის მოსწავლეები. დიდი მადლობა მინდა უთხრა მრავალშვილიანი დედების ორგანიზაცია გენი ქართულს ასეთი ლამაზი საღამოების მოწყობისთვის. ჩვენ როგორც მრავალშვილიანი დედები ყოველთვის მხარში ვედგებით და მხარს დაუჭერთ ასეთ ღონისძიებებს. დღეს არის ჩვენთვის ზეიმი და მინდა ხშირად მოეწყოს ესეთი საღამოები და ჩვენ როგორც დედები, ასე ვთქვათ, ყოველთვის მხარში ვედგებით და მხარს დაუჭერთ ასეთ ღონისძიებებს.